მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. ემიგრანტივის აბერდეციდან და მისი წამყვანი ხელმძღვანელი ლევან ბალიაშვილი. მცირე შესავალი და განცხადება მინდა გავაკეთო უპირველეს ყოვლისა, სანამ ბატონ ერმინეს დაუთმობ სიტყვას. ცოტა მძიმე კვირა გქონდა ემიგრანტივისთან დაკავშირებით, რადგან მოგვივიდა ორმაგი შეტევა, ასე ვთქვათ, ჯერ პირველ რიგში YouTube არხი გაგვიუქმეს 5 წლის თავზე, რატომღაც სპამი დაგბრალდა და შემდგომ უკვე Facebook გვერდის მართვის პანელიც ჩამოგვართვეს. ეს ბოლო რაც შეეხება YouTube-ს რაც შეეხება ეხაც დავაში ვარ შესული, რომ იქნება და დაგვიბრუნონ ჩვენი მასალები. არხის აღდგენაზე უკვე საუბარი ზედმეტია. ძალიან ცუდად მოუქცეულ ვარ თურმე 5 წლის თავზე და Facebook-ის პანელი ამ ეტაპზე აღდგენილი არის იქაც რაღაც დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ეს ყველაფერი ალბათ შემთხვევითობაა, რაც ბატონი ერმინე ნემცაძე ამოჩნდა ჩვენთან გვერდზე, ესე უცებ დაემთხვა. ალბათ ესე გამოიყურება ლიბერალური სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. თუმცა რას ვიზავთ, ხდება ხოლმე ერთი რაღაც შემიძლია ჩვენს კეთილ მოსურნეებს წყალებში უთხრა, ჩვენ ვართ იმ ხალხის და იმ სარწმუნოების წარმომადგენლები, რომელიც იწყება რითი. ადამიანს რასაც აუკრძალავენ, ადამ და ევას რაც უთხრეს, რომ აი ეს არ შეჭამო, ზუსტად იმას მივეტანეთ და ასე რომ აკრძალვებით უფრო მეტი სურვილი გვიჩნდება ის ვაკეთოთ, რასაც გვიგრძალავენ. ეს ზოგადად ადამიანის ბუნებაში არის ოდითგან. თუ ადამიანს გიდა რამე გააკეთებინო, ის უნდა აუკრძალო. ასე რომ არ ვიცი, ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი დაბლოკები. კიდევ ერთხელ წეგანად საუბრობთ მე და ბატონი ერმინე, რომ ერთი რაღაც გამახსენდა 2024 წლის წინ არჩევნების წინ საპარლამენტო არჩევნების წინ ალტინფოს რომ უბლოკავდნენ ყოველდღიურად გვერდებს და საბოლოო ჯამში გააბრენდეს. თუ იგივე სამსახურს გაგვიწევთ, მადლობლები ვიქნებით, რადგან ქართული ბუნება ისეა, რომ დაჩაგრულთან ყოველთვის სენტიმენტები არის ხოლმე. ეს ჩემი მცირე შესავალი და გთხოვთ რომ ჩვენი გვერდი თუ შეგხვდებათ თავიდან მოგიწევთ რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ რომ მალე დაუბრუნდეთ იგივე ნახვებს რა ნახვებიც გქონდა ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდება მაგისთვის მაგრამ მოგესალმებული ვარ რომ თქვენი აქტიურობით იგივეს შევწყვეტ ერმილე მოგესალმები კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებ როგორ ბრძანდები და შენი კომენტარი ამ ჩვენი განვლილი ერთი კვირის განმავლობაში ემიგრანტივის თავს რაც ტრიალებს ძალიან ხშირია რაღაც ფიზიკის და მათემატიკის კანონებს ყოველთვის ეწინააღმდეგება ეს ალბათობები სადღაც რაღაცა აქტივობა თუ მაქვს ვინმესთან რაღაცა ურთიერთობა თუ მაქვს იქ ყოველთვის რაღაცა მოულოდნელი პრობლემა გამოჩნდება დროსა და სივრცეში მანდამაინც მაშინ მანდამაინც იმ დროს მანდამაინც იმ ხალხს რაღაცა უნდა მოხდეს და ეს ნამდვილად არ გამკვირვებია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე აი ამ უნამუსო ხალხს მინდა მივმართო, რომლებიც არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა ფლანგზე თუ მარცხენა ფლანგზე არიან ეს რა ვიცი ნაცკოცური რომლებსაც მე ერთძალად ვთვლი. კაცო, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სულ ვიყავი ცენზურის ქვეშ. სულ აი მუდმივად ვიყავი ცენზურის ქვეშ. იქამდე მახსოვს ერთ 365 დღეში 2021 წელს სულ ამ წლის მანძილზე სულ შემეძლო აქტივობების განხორციელება ჩემს Facebook გვერდზე ერთი კვირის მანძილზე. დანარჩენი სულ შეზღუდვების ქვეშ მომყოფებდა მითების დეტექტორი და კალბატონი თამარა კინწურაშვილი ამის გამო მომიწია მე დარეკვა უბრალოდ თავიანთ ოფისში გამზდელი შეკურთხება თუ რას გადამეგინე რა უნდა და როგორ რანაირად მე ამაზე მიჩიოდენ საჩივარი იყო შეტანილი რომ
გვაგინა თურმე თამარა კინწურაშვილს და მის მეუღლეს გაუპატიურებით ვემუქრებოდი და მთელი ეს ავადმყოფური გამოხტომები ეს ნამდვილად არ მეკვირს მთელი ცხოვრების მანძილზე საინფორმაციო ბრძოლა და ბლოკადა სულ მიწევს რა ვიცი რამდენი გვერდი მაქვს დაბლოკილი და რამდენი აღდგენილი ამიტომ მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა ამ იდიოტებს რომ ჩვენ არ წარმოადგენთ იმ კატეგორია ადამიანებს რომლებიც კლასიკური გაგებით დღევანდელი ინფლუენსერები არიან რომ ans გვერდის დაუბლოკავენ და შეიძლება დეპრესია დაემართოთ და ვაი ეს რა მომივიდა და ვერ შექმნიან და ვეღარ აღადგენენ თქვათ მეორე წუთში ამიტომ ჩვენ იდეური ბრძოლა გვაქვს დღევანდელ რა ვიცი ამ სიმახინჯესთან რაც საქართველოში არის და ამიტომ ესეთი რაღაცეები ჩვენ არ შეგვაჩერებს მით უმეტეს 21 საუკუნე არის 21 საუკუნეში ინფორმაციის ბლოკირება გინდოდეს კი სურვილი შესაძლებელია მაგრამ დღეს იმდენი საშუალება არის აგერ Telegram არხი მაქვს მე პირადად კიდე შექმნილი სადაც 3200 გამომწერი არის დამატებული საიდანაც პირველ წყაროდან ღებულობენ ინფორმაციას და ვერანაირი ბლოკირება ვერ ხდება მოდი ცოტა ჩემი Telegram არხის რეკლამასაც გავაკეთებ გვერდი აზიმუტი არის ეს კი ბატონო შემობრძანდით და ცენზურის გარეშე მიიღეთ ყველანაირი ინფორმაცია განსაკუთრებით კრიზისების პერიოდში მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იმიტომ რომ YouTube-ის და Facebook-ის არხებზე ცოტა ძნელი არის ინფორმაციის მიღება ესეც თუ დაგვიტოვეს Telegram-ი კიდე საკითხავი არის რა ვიცი იმასაც ისე არიან გადაკიდებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული სპეცსამსახურების და ქართული ასე რომ ვთქვათ მითების დეტექტორები და 100%-ით დაცული არის ასე რომ ძალიან საწყენია ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ საერთოდ მტრებსაც მადლობა უნდა გადაუხადოთ ლევან იმისთვის რომ მათი ქმედებები ჩვენ გვაძლიერებენ და რათაც მეტი უბრალოდ ინტელექტუალური და ძლიერი ისეთი მტერი გეყოლება რომელი მტრიდანაც გამოიმუშავე უფრო ძლიერ თავდაცვით იმუნიტეტს მით მეტი ესე რომ ვთქვათ კარგია თვითონ ადამიანისთვის უბრალოდ საწყენი სხვა რამე არის აი ესეთი უღირსი მტრები ელძელათ ასეთანი ხო რაც არ კლავს ყველაფერი გვაძლიერებს რა თქმა უნდა და მეც ხა ჩემო მეგობრებო ემიგრანტივი ცენზურის ქვეშ დაემთხვა ვინც ნახავთ ჩემ გვერდზე ამ ყველაფერს გამოიწერეთ ლევანის გვერდი ემიგრანტივი და მოკლედ ეს იყოს ჩვენი პასუხი ამათ უღირს აქციაზე მადლობა ერბილი ამ მოწოდებისთვის ну რა ვქნათ ხდება ხოლმე ერთ რაღაცაში დაგვარწმუნეს რომ ესე იგი კარგად ვიქცევით რახან ხელს აღარ გვიწყობენ და პირიქით რაღაც პრობლემებს ქნიან ესე იგი იუაღწიეთ იმას რომ მათ ყურადღების ქვეშაც მოხვდით მოდი ახლა განვლილ კვირაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დუღილის ტემპერატურა აწია საქართველოში ეს იყო რუს ტურისტებზე საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ არც რუსი ტურისტები არ ყოფილენ და იყო უკრაინელი რუსეთის გაქცეული რუსეთში ნუ მთელი ამბავი მე ბევრი შეთქმულების თეორიაც დაიდგა ეხლა მე მათ დეტალებში არ მინდა ერმილე შევიდეთ მე და შენ მე უბრალოდ მინდა ჩვენს საზოგადოებაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება რომ ამათ საზოგადოება უწოდოთ იმიტომ რომ საზოგადოება ზოგადად წარმოადგენს ხოლმე ხალხის ერთობას რომელსაც რაღაცა აზროვნება გააჩნია სოციმხედველობა გააჩნია რაღაცის რწმენა გააჩნია მაგრამ რაც ხდებოდა განვლილ კვირაში ქართულ სოცქსელებში და ის შეფასებები რომ არა აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება რუსი იქნება უკრაინელი იქნება ყაზახი იქნება აფრიკელი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს რომ ის ბავშვის რო იყოს ის რუსია და ღორია ქალიც თურმე შავი კუბო და მეტი არაფერი აი ეს ყველაფერი ჩვენ მსგავსი შეფასებები თუ არა მსგავსი უფრო ლაითად ასე ვთქვათ შიგევროპულად რო ვთქვათ გვახსოვს 90-იან წლებში გქონდა ვიღაცებთან დამოკიდებულებაში და მაგ ყველაფერმა რაც მოიტანა საქართველოსთვის კარგად ვნახეთ ხო
ეხლა უარეს სიძულვილში გადავდივართ, ასე ვთქვათ, რუსებთან მიმართებაში, რომელთანაც ჩვენ ვერც ძალით და ვერც ვერაფრით, ასე ვთქვათ, ვერ ვიქნებით თანასწორები და პლუს მაგას რუსეთს დოქტრინაში უწერია, რომ მისი მოქალაქის დაცვა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კარგით, შიშს თავი დავანებოთ და იმას რუსეთი რას გვიზავს. რამდენად მორალურად მოვიქეცით ჩვენ შეფასებებში, ქართულ სამყაროს გულისხმობ, რაც ამ ყველაფერს მოყვა, რომ ზოგმა მისი მარჯვენა დალოცა, ზოგმა არ ვიცი რა, მე პირადად უფრო მეტად იმან უფრო აღმაშფოთა, ასე ვთქვათ, რაც განხილვაში ხდებოდა, ვიდრე ის, რომ იმ ბიჭმა იმ გოგოს დაარტყა. ეგ სისხლის სამართლის კოდექსიც კი ითვალისწინებს აფექტის მდგომარეობას და შეიძლება აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინო რაღაც, მაგრამ ვინც ახლა სახში იჯდა დალაგებულ გონებაზე და იმ კომენტარებს წერდა და იმ ვიდეოებს წერდა, რა ვიდეოები ჩვენ ვიხილეთ, აი ეგ უკვე ცოტა არ იყოს და დასაფიქრებელი არის ჩემი აზრით. გავცე? კი, გისმენთ. მოდი ლევან, მე ცოტა შორიდან გადავხედავ ამ ყველაფერს და გლობალურად გადავხედავ ამ ყველაფერს და თუნდაც ისტორიულ რაკურსში, აი შენ ახსენეს ყველაფერი 90-იანებში და მოდი ერთიანად გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან ანალიზი რა. თქვამი არის, რომ საერთოდ ჭკვიანებიო სვის შეცდომაზე სწავლობენო და ბრიყვები თავისაზეც ვერ სწავლობენო და უბრალოდ ბრიყვები თავისაზე სწავლობენ და იდიოტები თავისაზე ვერ სწავლობენო რა. ანუ და ეს სიტყვა იდიოტი რა არის, ხო? ეს ძველი ბერძნული სიტყვა არის და ეხება პიროვნებას, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა და არ ინტერესდებოდა ქალაქის ცხოვრებით და კომუნალური საკითხებით, ხო? მოწმოშორებული იყო საზოგადოებას. მოკლედ, ჩვენ 80-იანი წლებიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი, როდესაც ეროვნული მოძრაობა იქნებოდა და მოდიოდა ეს ყველაფერი ეროვნული მუხტი, მაშინ გაჩნდა ფსევდო ეროვნული მოძრაობები, იგივე გია ჭანტურიას, წერეთელის და რა ვიცი კიდე რაღაცებისნაირი ტვინგაყინული ხალხის, რომლებიც პირდაპირ იყვნენ კგბ-ს აგენტურა და სხვათა შორის მათი ნამოქმედარი მერე ზვიადგამსახურდიას ბრალდებოდა და ზვიადგამსახურდიას ლოზუნგებად იქნებოდა აღქმული ის, რომ მაგალითად საქართველოს ქართველების გარეშე ესა მხოლოდ ქართველებისთვის და სხვა ერი არ იყოს აქ. ეს არასდროს არ უთქვია ზვიადგამსახურდიას, ეს იყო ჭანტურიას და მისი პარტიის ლოზუნგი. იგივე ნატოში შესვლა, იგივე სხვა ბევრი უბედურებები, რომლებიც კგბ-ს ლაბორატორიაში გამოყვანილმა ფსევდო ეროვნულმა მოძრაობებმა ეროვნულ მოძრაობას ეს იარლიკი ჩამოკიდეს და აღარავის დღემდე არ აინტერესებს სინამდვილეში ზვიადმა თქვა ეს, მერაბმა თქვა ეს, თუ თქვა ესენი ყველა ერთ ქვაბში მოიხარშნენ უცხოელისთვის განსაკუთრებით და ამ ყველაფერმა დაღუპა საქართველო. დაღუპა ამ ყველაფერმა საქართველო, მით უმეტეს ეს იყო პერიოდი, როდესაც 200 წლიანი, ასე რომ ვთქვათ, დაქვემდებარებიდან ქვეყანა დამოუკიდებლობისკენ მიდიოდა და ემოციები მოჭარბებული იყო. მაშინ თავისუფლებას ნანატრი ხალხი, რომლებსაც აი საქართველო თავისუფლება, ეს ნაციონალიზმის ელემენტები ძალიან გამძაფრებული იყო. ეხლა მაშინდელი და დღევანდელი საქართველოს შედარება, როგორც ცადა დედამიწასთან, ისე არ შეიძლება. მაშინ ყველაფერი ეროვნული ძვირფასად ითვლებოდა და დღეს ყველაფერი ეროვნული პირიქით ითვლება სიგნალად ჩამორჩენილად და ამ პერიოდში მოხდა ზუსტად აი ეს ბიოლოგიური ნაგვების მიერ, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ძალიან ცუდი როლი ითამაშეს და ბევრი დღეს ასევე ქართულ პოლიტიკაში არის, ზოგიერთი აღარაა ცოცხალი. თავიანთმა უღირსმა საქციელმა მალევე ბუმერანგი დაუბრუნა, მაგრამ ზოგადად ფონმა, რომელი ფონი შეიქმნა საქართველოში და ურთიერთდაპირისპირებამ, ურთიერთშუღლმა, კუთხური ნიშნით შუღლის გაღვივებამ, ჩვენ სხვათა შორის ესეც ვნახეთ ამ დღეებში, კუთხური შუღლის გაღვივების ელემენტები. ეს იყო
კრემლის ერთ-ერთი უსაყვარლესი იარაღი კავკასიელების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეთნიკურ საკითხთან დაკავშირებით მანიპულირება და მათ ეს წარმატებით შეასრულეს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ არსებობდა ეს იარაღი იყო ჩადებული, იყო საბჭოთა კავშირში უძლიერესი ეთნიკური ესე რომ ვთქვათ, ეთნოფსიქოლოგიის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა თითოეული ერის ხასიათი, ეთნოფსიქიკა, მათი დადებითი უარყოფითი მხარეები და როგორ მოახდენდნენ ერთმანეთის გადაკიდებას და მათ წარმატებით ჩაატარეს აბსოლუტურად ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში ეს ექსპერიმენტები. ბევრ შემთხვევაში თვითონ რუსებსაც მოუბრუნდათ ძალიან ცუდად. დღესაც სხვათა შორის უკრაინაში რაც უბრუნდებათ, მათი წვლილიც არის ყველაფერი. და ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ყველაფერს, ამან დაღუპა საქართველო. და შემდეგ შემოვიდა მეორე ვირუსი, ლიბერალიზმის ეს ტრანსნაციონალური რაღაცა ლიბერალიზმის ვირუსი, რომელმაც საერთოდ ეროვნება აღარ გვინდა და მამის სახელი აღარ გვინდა და სარწმუნოება აღარ გვინდა და ტრადიცია აღარ გვინდა, ადათი აღარ გვინდა. ამ მეორე მხარემ დაიწყო საერთოდ წაშლა და გვეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ ქართველებმა თქვენი ეროვნული გრძნობების სახილით დაღუპეთ ქვეყანა და ეხლა მოიქეცით ასე უარი თქვით ეროვნებაზე, უარი თქვით ტრადიციაზე, სარწმუნოებაზე, ადათზე, ყველაფერზე და მიიღეთ აი ეს LGBT დროშა ჩაიხუტეთ, ევროკავშირის დროშა ჩაიხუტეთ და იცხოვრეთ ასე და აქ არის რომ არ შეიძლება აქ ეროვნებაზე საუბარი დამნაშავე თუ იქნება მისი ეროვნებაც არ უნდა ვთქვათ, მაქსიმუმ მოქალაქეობა, ისიც უცხო თუ არის ისიც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ისიც მერე და მერე მოქალაქეობაც არ დაასახელოთ და ხო გვახსოვს როგორაც ცხოვრობდნენ საზოგადოებას მთელი ხნის მანძილზე. მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი ჩნდებოდა ყოველთვის. ლეო, თუ ეს ყველაფერი ემსახურებოდა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას და რუსულ-ქართული ურთიერთობების დაძაბვას, ამ შემთხვევაში ეს ნეოლიბერალური დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეროვნებები, მოქალაქეობა, ესეთი რაღაცები არ იქნას ხსენებული, აქ ამ შემთხვევაში არ მუშაობს. ამ შემთხვევაში მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რუსეთი არის მტერი, ამიტომ ცი რა, ქალის შეურაცხყოფა არ შეიძლება, მაგრამ რუსი, ეს რა ქვია, დამყრობელია და არ აქვს მნიშვნელობა ქალია კაცია. აი ბავშვის ცუდი როგორ შეიძლება გინდოდეს ადამიანს, მაგრამ აი რუსები აი ყორები არიან ეს. მე მცხვენია, ლევან ქართველი კაცები. ისე არაკაცურად იქცევიან, ისე საზიზღრად იქცევიან. ისეთ Facebook პოსტებს წერენ, ისეთ კომენტარებს დებენ, ისეთ ბლოგებს აკეთებენ. ამ რუსი გოგოების ვიდეოებს დებენ და რაღაც თავიანთი რომელიც არათუ ქართულში, არანაირ კაცურში არ ჯდება რა. აი ადამიანურში, კაცურში, ასე როგორ შეიძლებოდა განულებულიყო ქართველი კაცი, ჩემთვის პირადად ეს იყო ტრაგედია. რაც შეეხება იმას, რომ შემდეგ მოყვა საზოგადოებაში ამ ყველაფერს ესეთი რეაქციები, ეს უკვე ტექნიკის საქმეა, ჩემო ძმაო. ეს უკვე ტექნიკის საქმე არის, რომელიც ბრწყინვალეთ აქვთ ამ ტექნოლოგიები, ტელევიზია იქნება, ბლოგერები იქნებიან, უცხოური მედია იქნება, რუსული მედია იქნება, მათ შორის ლიბერალური და რუსეთშიც უზარმაზარი ძალები მუშაობენ ქართული რუსული ურთიერთობების და აი BBC-მაც კი დაახლოებით 9 საათიანი პოდკასტი დაუთმო თემას. და ყველგან იყო საუბარი თავიდანვე პირველი როდესაც გავრცელდა ვიდეო, რომ აი რუსული ენის გამო მოხდა ეს დაპირისპირება, იქეთ აი ეს. მე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის უკრაინელი. მე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ უღირსად არ უნდა მოიქცეს სტუმარი. კაცო, აგერ იყო გუშინ და გუშინწინის ტრაგედიები და უბედურები, როდესაც არაბმა ერაყელმა ჩამოთრეულმა 13 წლის ბავშვი გააუპატიურა. ნოლი რეაქცია საზოგადოებაში. მე ვიდეო დავდები, სადაც ინგლისელი, ეს რა ქვია, ქართველ ქალებს, ხუთი ქართველი ქალი გალახა იმაში, რა ქვია, მაღაზიაში. ინგლისელი იყო არ შეიძლებოდა თქვა. ჩვენ ამას შეჩვეული ვართ.
იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ნაგავი აი გერმილე ერთი წამით აი მანდაც მინდა აი ზუსტად იმ თემაზე აი კითხვა მაქვს რა მაგაზე თუ შეიძლება ერთი წამით გეტყვი აი ეს რო ყოფილიყო თუნდაც LGBT თემის წარმომადგენელი ან თუნდაც შიგ ევროპელი ნებისმიერი გარწმუნებული ვარ საერთოდ საპირისპირო მხარეს აწყდებოდა ასე ვთქვათ ყიჟინა ხო ანუ ჩვენ რაღაცა ნეოფაშიზმთან გვაქვს საქმე თუ აი ესეთ დონეზე გაუნათლებობასთან რომ არ შეიძლება ესე ორმაგი სტანდარტიც აღარ ქვია მაგას ხა ჩვენ ხო ძალიან გვწყინს ის რომ თუნდაც ევროპელები რომ მოლდოვას ჩვენზე წინაყენებენ სადაც კორუფციაც ყვავის და DST-ის წევრიცაა და ჩვენ რაღაცეებში ბევრად წინა ვართ და ჩვენ გვაკნინებენ ჩვენ ხო ყინს ეგ რომ აი რატო გვიქცევიან ესე და ჩვენ თვითონ ვერ ჩამოყალიბდით ისე რომ თუ ადამიანი თან პლუს მაგას რა ვიცი თანასწორობაზე გვაქვს საუბარი რაღაცეებზე გვაქვს საუბარი მარტო იმიტომ რომ ადამიანს რა ვიცი პასპორტში რუსეთის მოქალაქე უწერია ის ყოველთვის დამნაშავეა და თუ უკნინე განათლებული არის შენ გიყვარს ეგ გამონათქვამი ის ან ერთი წამით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ რომ ისინი ყოფილიყვნენ ან ლესბოსელები ან ტრანსგენდერები და აი ეგ მომხდარიყო რა იქნებოდა ხო და მაგას ვამბობ ჩემოლებო აგერ იყო ერაყელმა ბავშვი გააუპატიურა და კაცი შვილმა ხმა არ მოიღო ინგლისელმა ქალებიცემა და ხმა არ მოიღო არავინ და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქე იყო და ეროვნებით უკრაინელი იყო ეს და აქ ატყდა ერთი კივილწივილი აქ არის სხვა რაღაცა მოქმედებს ახლა რასაც შევამბობ ეს პირველ შემთხვევაში არ არის ეს არის ბიოლოგიური ნაგავი ქცეული საქართველოში ქართულ საზოგადოებაში რომელიც მოქმედებს შემდეგნაირი პრინციპით რუზველტის სიტყვებია მე მგონი ძაღლიშვილია მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია შეხედე ეს არ არის ერთეული შემთხვევა როდესაც ჩათვლის აზრის ლიდერები ვინც საქართველოში ამ ბიოლოგიურ ნაგავს მართავს რომ მათ ჭირდებათ ამა თუ იმ თემის გამართლება და წამოწევა აუცილებლად მონახავენ ამ ყველაფრის გასამართლებელ ესე რომ ვთქვათ არგუმენტებს და ეს არის ასე და მორჩა დაკვირდი ეს მარტო რუსეთზე არა ლაპარაკი როდესაც მიმდინარეობდა ვთქვათ პირველად ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოჩნდა სირიის ომი როდესაც იყო ამდენი ბავშვი იღუპებოდა ხო ნუ არავის არ ანაღლებდა რა არავის არ ანაღლებდა უჩა ტრაგედია იყო და თუნდაც სირია და ეს პრობლემა არის არავის არ ანაღლებდა ეს ყველაფერი არავის არ ანაღლებდა როდესაც ირანში დაბომბეს და 169 ბავშვი გოგოები დახოცეს ამერიკელი არაფრის გამო ყოველგვარი მიზეზის გარეშე არავის სექტორშიც ნაკლები ცოდის ტრიალი არ დატრიალებ აი მაგ მივდივარ ხო აი მაგ მივდივარ უარესი ძმა ღაზას ამბავი ეს არის თანამედროვე ფაშიზმის ზეგამოვლინება ეს ჰიტლერსაც არ უქნია ღაზაში 79000 ადამიანი არის დაღუპული ეს იგივე იმ ევროპული და მსოფლიო რა ვიცი საერთაშორისო ორგანიზაციების და გაეროს მონაცემებით თვითონ ისრაელის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ამ ჰაგის ტრიბუნალით არის გასამართლებელი დამნაშავეთაა ცნობილი ამოტანილი აქვს დანაშაული ჩვეულებრივად და სტატისტიკურად რო ვთქვათ ხო 79000 უდანაშაულო მოქალაქედან 20000 12 წლამდე ბავშვია პალესტინელი ბავშვი არ არის ბავშვი განსაკუთრებით ეს ურიული ორგანიზაციები საქართველოში რომელიც სოროსის ფონდის მიერ არის სოკოებივით აღმოცენებული ერთ სიტყვას არ ამბობს ეს ქართულ ებრაული სათვისტომოები ბლოგები ჯგუფები ეს ქართულ ენაზე მოლაპარაკე ჩვენი 20 საუკუნოვანი ძმები ბრჭყალებში რას ქვია შენ რამეს ამბობ შენ ხარ ტერორისტი შენ ხარ ეს ანუ მე რას ვამბობ იცი ბიოლოგიური ნაგავი
რომელი ბიოლოგიური ნაგავიც არის საქართველოში, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც არიან, რომელიც მართული არიან სრულად სპეცსამსახურების მიერ და ჰიბრიდული ომის ენაზე ამ ხალხს ქვია სამოქალაქო არმია. ამ ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება კანიბალიზმი იქნება გამართლებული. კოლექტიური ეპშტეინების კოალიცია, რასაც ჩათვლის საჭიროდ, იქ ის არის მართალი. რაც არ არის მართალი. ანუ ელმიდე შენ მიდიხარ იქ დაახლოებით მე რასაც ვფიქრობ რომ ეს არის არა ლოკალური ქართული სინდრომი, არამედ სოფლიო ტრენდი ეხა და ერთი ცენტრიდან იმართება, ხო ეს ყველაფერი. მე ეგრე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აი ამ გლობალური ერთადერთი მაგით ვამართლებ ხოლმე ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს, რომ ეს მარტო ქართველების სენი არ ამგონია რომ იყოს და ეს არის ზოგადად გლობალური. არ არის ეს მხოლოდ ქართველების სენი, აქ ამას ღრმა ფესვები აქვს, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები და საინფორმაციო სააგენტოები, რომელიც თავიდან ბოლომდე სიონისტური ჯგუფების ხელში არის, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, მათ მიერ ხდება ამ ყველაფრის შესაბამისობაში მოყვანა და გაშუქება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს საქართველოში ძალიან ძლიერი ქვედანაყოფი მედიის საშუალებით. მედიას რამხელა ძალა აქვს საქართველოში ჩვენ მოდელირებული ქრონიკა ხო გვახსოვს? რა შეიძლება გააკეთოს? კი. ხო, ამიტომ საქართველოში დაახლოებით 65 თუ 69 საინფორმაციო საშუალება, ეს ჯერ კიდევ მე როდესაც ვიყავი საქართველოში, მაშინ გამოვიკვლიე, აბსოლუტურად ფინანსდება სულ ყველა. ისეთი პატარა საიტიც კი, ჩემი ხარაგაული ჯი, ისიც კი ფინანსდება სოროსის ფონდით. ამიტომ იქ არსებობს მიზნობრივი გრანტები. რომელი მიზნობრივი გრანტებიც ხმარდება შესაბამისი პოლიტიკის გატარებას ინფორმაციაში. როდესაც თან ინფორმაცია არის უფასო, დღეს ინფორმაციის საუკუნეში ამ დროს პროდუქტი არის ხალხი. სამწუხაროდ საქართველოში ამ ყველაფერს ჩვენ პრობლემას ვიტყვი ახლა მე, რომელიც ასევე გლობალური პრობლემაც არის. სამწუხაროდ ამ ყველაფერს დამატებული საქართველოში არსებობს ტოტალური გაუნათლებლობის პრობლემა. ტოტალური გაუნათლებლობის პრობლემა ადამიანებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლიათ, მოსმენილის გააზრება არ შეუძლიათ. და აი ზუსტად ეს ხალხი ქმნიან შემდეგ ქვეყანაში ქართული საზოგადოების განცდას. რომ აი ქართველები ასე იქცევენ და რაც შეეხება რუსეთს. ეხლა რუსეთი რო არ იყოს დაკავებული თქვათ უკრაინის ომით და რომ მას ჭირდებოდეს მიზეზი საქართველოში ინტერვენციისთვის. მიცემული გვაქვს უკვე. აბსოლუტურად ყველა საბაბი არის მიცემული საიმისოდ, აი ამ დამპალი, ასე რომ ვთქვათ, საინფორმაციო ველიდან და ამ დამპალი რუსოფობიული საზოგადოებიდან იმისთვის, რომ რუსეთმა სხვათა შორის საქართველოსთან ომის შემდეგ შეცვალა თავისი დოქტრინა და თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ დაცვა ბირთული იარაღითაც კი გაამყარა. ეს 2008 ნებისმიერ წერტილზე არის საუბარი, ხო? ეს 2008 წლის ომის დროს რუსებმა თავისივე კონსტიტუცია დაარღვიეს, როდესაც საქართველოში შემოიჭრეს, ამას ცოტა ლაპარაკობს. თავისივე კონსტიტუციაში ეწერათ, რომ რუსეთის ჯარების მაგიტომ მოუწიათ შეცვლა სხვათა შორის, რომ ეგრო მოუწიათ. ზუსტად. თავი რო ბოდიში და გაეპრავებინათ, მაგიტომაც შეიტანეს ეგ ცვლილება. მაშინდელი რუსეთის კონსტიტუცია ითვალისწინებდა შემდეგ რაღაცას. შესაძლებელი არის რუსული არმიის საზღვარგარეთ გაგზავნა მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სანქცია არ იყო, მაგრამ იმოქმედეს. როდესაც პრაქტიკაში მიხვდნენ, რომ ეს იყო პრობლემა, ეს ომი სამწუხაროდ გამოდგა შესანიშნავი პრაქტიკა იმისთვის, რომ იურიდიული საკითხი მოეგვარებიათ ქვეყნის შიგნით. და მაშინ შემოიტანეს, რომ უცხო ქვეყანაში თავისი მოქალაქეების დაცვაზე რუსეთი სამხედრო ქმედებებით ჩვეულებრივად იმოქმედებს, თუ ეს მის ინტერესებს ჭირდება ბირთული იარაღის ჩათვლით. და აი ბოლო დროს კიდევ უფრო გაამკაცრეს ეს ყველაფერი და არათუ ქვეყნებში, ასევე ნეიტრალურ წყლებში და საერთაშორისო საზღვაო, სანაოსნო საკითხებშიც კი მიენიჭათ უფლება და ერთი რაღაც დაამატეს ერმიდე მანდ, რომ არა ბირთულ ქვეყანასაც შეუძლიათ დაარტყან ბირთული იარაღი, თუ ის ჩათვლის, რომ მას ეხმარება ბირთული სახელმწიფო.
ეს ზოგადად ბირთვული დოქტრინის ცვლილებას მოყვა და მათ განაცხადეს რომ მათ შეუძლიათ ბირთვული იარაღის გამოყენება არაბირთვული ქვეყნის ან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში თუ ეს ემუქრება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ბირთვული ქვეყანა არ ეხმარებოდეს. ან ჩვეულებრივ ომებშიც აი როგორც ამერიკამ გამოიყენა იაპონიის წინ. აი დეტალი არ ვიცოდი ეგ დეტალი არ ვიცოდი. ანუ პრობლემა არ აქვს. არანაირი პრობლემა აღარსად აღარ აქვს. ანუ სამართლებრივი პრობლემა მოხსნეს, ანუ ის ვარიანტი, როდესაც იყო საუბარი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონია დაბომბეს და არაბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა დაბომბეს ბირთვული იარაღით და ეს არ შეიძლება მოხდეს, ეს გაუქმებულია. და არაბირთვული ქვეყნების და დაბომბვა ბირთვული იარაღით ჩვეულებრივად. ანუ ჰააგას აღარ გადაეცემა ეგ საქმე ეგრე გამო. არანაირი გამორიცხული. თუ ამას ჩათვლიან თავიანთ ქვეყანაში. მე ხა ჩვენ შემთხვევაში არის ის რომ რუსებს ეძლევათ ბრწყინვალე საშუალება, მე ყოველთვის ვამბობდი ეს პირველი შემთხვევა არ იყო სიმართლე გითხრა, მაგრამ ის რა შეაინტერესებს. ჯერ კიდე 90-იანებში, როდესაც მთელი საქართველო იძახდა, რომ ჩეჩნები ბანკის ხეობაში არ არიან მებრძოლები, არ არიან. წავიდა რუსთავი 2 გააშუქა ეს ყველაფერი, რომ პირიქით არიან ჩეჩენი მებრძოლები, დასრულდა ეს რეპორტაჟი, გადმოფრინდა რუსული ავიაცია და დაბომბა ეს წერტილები. რუსთავი 2 კოდორის ხეობაში ფეხთაფეხ გაყვა ჩეჩნებს, გააშუქა რომ ჩეჩნები კოდორის ხეობაში მაშინ 2001 წლის ამბები იყო, როდესაც აფხაზეთში პარტიზანებთან ერთად და მონადირის რაზმთან ერთად იბრძოდნენ და ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა სხვათა შორის. მაშინაც გააშუქა და მისცეს რუსებს საშუალება იმით რომ აი ჩეჩნები იქ არიან და ჩეჩნები ტერორისტები არიან და ემოქმედა. 2008 წლის ომის დროს რუსთავი 2-მა გადაიღო და გააშუქა პირდაპირ ის კადრები, როდესაც ქართული არტილერია ბომბავდა ცხინვალს. და ესეც იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. სოფლიომ ესე გაიგო ომის დაწყება სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ძმაო, იგივე აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას ტრაგედია ზუსტად ჟურნალისტების კისერზე არის, როდესაც გააშუქეს საქართველოსთან გაფრენილი ბორტი პირდაპირ ეთერში. და მტერს არაფერი არ ჭირდებოდა, მხოლოდ მანძილის გამოთვლა რამდენხანში იქნებოდა დაფარული და ჩამოაგდეს. ანუ რისი თქმა მინდა. აი ამ ძალას ჟურნალისტების სახით, რომლებიც ქმნიან საქართველოში ეს აზრის იმას რა ქვია, ლიდერობას და ინფორმაციის გაშუქებას და მე ჟურნალისტი ვარ, მხოლოდ კითხვას ვსვამ და ვაშუქებ. სულ ფეხებზე კიდიათ ქვეყანას თავიანთი ქმედებით რა ზარალს მოუტანენ, რა ზიანს მოუტანენ და ეს ზიანი, რომელიც ზიანის მოაქვს ქვეყნისთვის, თვითონ პასუხისმგებლობა მოხსნილია. მე დავძაბავ სიტუაციას რუსეთთან და შენი ომი მე ვიხდი გადასახადს რომ ჯარი იყოს შენახული. აი ლოგიკით აზროვნებენ ეს ბიოლოგიური ნაგავი. ეხლა რა შეიძლება ზოგადად აი ამ საკითხს რომ საქართველოში ეს რაც ხდება, ხო? რა მოდი ამას გადავხედოთ ცოტა ესე ბოლო პერიოდის თვალით გადავხედოთ. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონთან მიმართებაში როგორ ხდება? მოდის სეზონი და იმ წუთში იწყება აქტიურობა რუს ტურისტების მიმართებაში რომ რუსები ჩამოდიან. ესე იგი, როგორც მე ვიცი, როგორც გახდა ცნობილი, აი ახლა ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც კახეთის დუქანში მოხდა, 90,000 ბრონი იქნა გაუქმებული საქართველოში ტურისტებს. კი. ხო. ტურიზმის სააგენტომაც გამოაქვეყნა, კი. მე პირდაპირ გეტყვი, რომ არ მენაღულება არც ის 90,000 ბრონის მეპატრონები არ მენაღულებიან, არც ხელისუფლება მენაღულება, არავინ არ მენაღულება, იმიტომ რომ ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმას, რომ ამ პატარა ჯგუფმა არათუ ესეთი რაღაცა მოაწყოს იქ. დაგვერდი რა ხდება თბილისის ქუჩებში, დაგვერდი როგორ დარბიან აქციებს რო ეძახიან პუტინ ხუილო, რუსების ასე, რუსებს დედის იმასნა ამას ასე. ხალხს აჯარიმებენ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, ესენი პირდაპირ შუაქუჩაში დარბიან, ფაშისტურ ლოზუნგებს ყვირიან, ხალხი ტურისტები ზის, სვამენ, ჭამენ, დროს ატარებენ, მივარდებიან იქ. ვინა რუსი, ვინა არა რუსი, ვინ იცის იქ. 1000 სიბინძურეებს აწყობენ და პოლიცია დგას და ამ ყველაფერს უყურებს. სადა ამ დროს უშიშროება? სადა ამ დროს პოლიცია? რატო არ მოქმედებს? მე კითხვას ვსვამ ელემენტარულად, იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობა. და დააკვირდი ბოლო პერიოდს
ბოლო პერიოდში რამდენი ამბებია ატეხილი გინდა იმ ბერაბიშვილის სკანდალთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ იქ ხელის დარტყმა? აბა რუსებს ვაბლატავებთ საქართველოში? აბა ნახეთ რამდენი ზუსტად სეზონს ემთხვევა ხომ ეს რაღაცნაირად სეზონს ხალხი მოდის რუსები შემოდიან გაიხსენებენ მარო მაყაშვილის ჩანაწერს რომ რუსებით გაივსო თბილისი ეს რა ხდება? აი ხლა ეს ინციდენტი ხვალზე კიდევ უარის მოახდენი. ხო და ჩემო ძმაო, აი როგორ გითხრა იცი? ბიჭო, მე რა იციან თქვა რომ რატო აგინებო, მე ძალიან უხეშად მიყვარს პირდაპირ ქართულად, როგორც იმსახურებენ ამათზე, ესე რა ქვია, პასუხისგაცე. ბიჭო, საერთოდ არა მაქვს მესასტუმროს ბიზნესი. ჩემ ინტერესებში საერთოდ არა როგორც პირადული ინტერესები მქონდეს, სტუმრებს ღებულობდე, ფულს შეავლობდე, ტურიზმით ვიყო დაკავებული და ასე შემდეგ. ბიჭო, ქვეყნისთვის ხო ეს ეკონომიკური დივერსია ეს ერთი. იმიჯზე დარტყმა ეს ორი. პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა არის სამი. არა მარტო რუსთან მიმართებაში, სხვის თვალშიც. საზოგადოების დეგრადირება არის ეს 4. სახელმწიფოს როგორც ასეთი ინსტიტუციის რომელიც ყველაფერი შეარჩეროს და არანაირი ქმედებას სახელმწიფო ამ ყველაფერთან დაკავშირებით აღებულობს ეს 5. ეხლა ჩემო ძმაო, მითხარი ეს ხალხი თუ საგინებელი არა, თუ სალანძღი არა და ეს კოცები რო იძახიან ომი არაო, მალე ომი შეიძლება იყოს. ზუსტად ესეთი ქმედებებიდან გამომდინარე და იმას გენერალ-მაიორობა რო ჩამოგიდნენ გისერზე. ის მოვალეობა მისი ეს შეასრულოს. და რა იჭორაოს იქ. და პლუს მაგას ერთი ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის თვითონ იმ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა სასტუმროსი, იმიტომ ეხა მე ვერ წარმომიდგენია თუნდაც აგერ შიგ ევროპაში ნებისმიერ სასტუმროში რომ აგვისტოში ვაპირეთ მე და ჩემი მეუღლე დავისვენოთ, იქ მე რომ ვიღაცამ შემაწუხოს, მე რატომ მომიწიოს ჩარევა თუ არ მიხედა იქ სასტუმრო. ნუ ეს ახლა სასტუმროს შიდა განაწესი არის, რომელიც რეგულირდება ზოგადი კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობით, რომ სტუმარი მიღებული უნდა იყოს დაცული უზრუნველყოფილი. მაგრამ თუ არის ხო, მე როცა დაუბრუნა, აი რა მინდა ისი ახსნა ერმილე, მე როცა დაუბრუნა სასტუმრო იქნება თუ კრუიზი იქნება თუ რაც იქნება, მე იქ ფეხს დავაბიჯებ თუ არა, მისი პასუხისმგებლობა არის ჩემი უსაფრთხოება, ხო? სასტუმროს ხო, სასტუმრო კრუიზი არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ნუ, რასაც ყიდი. ადმინისტრაცია. კიდე საკონცერტო, ხო, რა თქმა უნდა, ხო? მარტივი რაღაცა არის, მე მოვდივარ რომ დავისვენო და შენ უნდა უზრუნველყო ეგ, რომ მაშინც იღებ ფულს, სერვისში იღებ ფულს, მათ შორის პირველი უსაფრთხოებაა, ხო? კი ბატონო, ეგ როგორც ფიზიკური, ასევე ხმის იზოლაცია იქნება თუ ესე რომ ვთქვათ მათ შორის შესახლებული ტურისტები კონტაქტი არ შედგეს რაღაცა შეიძლება სიტყვაზე ხო ეხა მე და სიტყვაზე რა ვიცი ვინა აბა მე და სიტყვაზე რუსი გვერდ არ უნდა დამაბინაოს იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე ნასვამი აღმოჩნდეთ და რაღაცა კონფლიქტი ეგ უნდა გაითვალისწინოს ასე ვთქვათ იმ სასტუმროს ადმინისტრაციამ რომ ეს ორი ერთმანეთში კარგად ვერ არიან ასე ვთქვათ. მაგას არის სიმართლე გითხრა ლევან, ვერავინ ვერ მიხვდება ახლა რუსის და ქართველის და ესეთ იმას დაპირისპირებას სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ როდესაც არა ზოგადად ეხა ხო იცი ეხა განწყობები ხო ხდები რომ ეხა პალესტინელი და ებრაელი სიტყვაზე გვერდ ნომერში არ უნდა დააბინაო. ეს ზოგადი წესები არის, რომელიც წესებიც უნდა იქნას რეკომენდირებული და რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს და თუ მათ შორის რაღაცა დაძაბულობა მოხდა, მე მუშაობდი ერთი წელიწადი სასტუმროს დაცვის ოფიცერი ვიყო. თეში ძალიან კარგად ვიცი რა არის სასტუმროს ადმინისტრაციის მოვალეობა. სასტუმროს ადმინისტრაციის მოვალეობა არის განმუხტოს დაძაბულობა აი ესეთ შემთხვევაში. ხო, ნებისმიერ სიტუაციაში ამათ შორის კონტაქტი არ უნდა მომხდარიყო, მე მგონი სასტუმროს ადმინისტრაციის ბრალია. შეხედე ამასთან ერთად თუ რომელიმე მხარე არის დამნაშავე, არა აქვს მნიშვნელობა, ტურისტები იყვნენ დამნაშავე, თუ ესენი იყვნენ დამნაშავე და თქვა და ტურისტები იყვნენ დამნაშავე, ვინც იყვნენ შესახლებული ეს გუგოები. ვალდებულება აქვს სასტუმროს იმის თუ ვერ ახერხებს მათ დაწყნარებას ისინი
გააძეოს სასტუმროდან და უარი უთხრას გაასახლოს, ხო? და თავისი იურისდიქციიდან გაიყვანოს და პოლიცია გამოიძახოს, ხო? კი ბატონო. იცი რა, ბევრი რაღაცები ერთმანეთს ემთხვევა. იმ სასტუმროს მე პატრონები რაღაცა ბენდუქიცის რაღაცა ყოფილა. იქ ეს გოგოები თვითონ რა ვიცი, უკრაინულად წერენ. შემჩნეულები არიან ბევრამეში. კი, ნუ ხა მაღაზია. ბლოგერები არიან, სკანდალები არიან. ეს ბრწყინვალე, იცი რა, თუ კი ეს შეიძლება დაიდგას და მე იმას არ ვამბობ, რომ ამ ხელა რაღაცა ვიღაცამ დადგა თავიდან, მაგრამ ამის პროვოცირება საქართველოში არის მარტივზე მარტივი. რაც დრო გადის უფრო და უფრო მარტივი ხდება. გაიხსენე ბათუმში რუსული კრუიზის ამბავი. კვერცხები რო დაუშინეს. კვერცხები და ჩახტა და მთელი ამბები და უბედურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ერთ რაღაცას ვამბობ, თუ საერთოდ ეს არის ფაშიზმი. ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ასეთი ზიზღის და ბოღმის და გესლის გამოვლენა, ეს არის პრობლემა დამგუფელი ქვეყნის და სახელმწიფო ვალდებულია ეს ყველაფერი აკეთოს. ჩვენ როდესაც გვეუბნებოდნენ ის საზიზღრობები, როდესაც საქართველოში ვიყავით და ის საზიზღრობები რაც ხდებოდა თურქულ ბარებში, არაბულ ბარებში, არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, 1000 სიბინძურე ქართველ ქალებზე შეურაცხყოფის მიყენება და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. და ამის გამო რო გქონდა იქ უამრავი დაძაბულობა, ჭუბები იყო, სასამართლოები გქონდა, რაღაცა გქონდა, ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ თქვენ ხართ თურმე, ჩვენ ვიყავით თურმე, ბნელები, ფაშისტები, ესენი. ჩვენი ის იყო რომ პროსტიტუცია და 1000 უბედურება რაც ხდებოდა, ეს არ იყოს. და უბედურება არ იყოს და კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი. ახლა ამაზე უკვე ლაპარაკიც კი ზედმეტია სიმართლე გითხრათ. არ შეიძლება ამაზე რამე ორი აზრი გქონდეს ადამიანს. ესაა სრულყოფილი ჩამოყალიბებული ფაშიზმი, სრულიად უცხოსხეული საქართველოში, რომელიც არასდროს არ ყოფილა ისტორიულად და საქართველოში მეჩეთიც დგას, სინაგოგაც დგას, ეკლესიაც დგას. ხო, აი ტოლერანტობაზე მინდოდა ზუსტად მეთქვა, რომ საქართველოს თუ ტოლერანტობა ეშლება და ის კი არა გადაჭარბებულმა ტოლერანტობამ დაგღუპა ჩვენ სიმართლე გითხრა, ამის თქმა მინდა, როგორც ერი და როგორც ქვეყანა, კარი გაუღეთა სტუმარი ღვთისაო და ყველა შემოუშვით და მე ბევრმა გულზე გვიკპინა. აი, ამან დაგღუპა ჩვენ. საუცხო გვაქვს, კაი გამონათქვამი ქართველებს, რომ საუკეთესოს ნიშნავს საუცხო და საქართველოში არის ბალტიური სინდრომი აყვავები. ბალტიელებმა იცოდნენ ყველაფერი რუსულის, რუსეთის, უფროსი თაობის ზიზღი, თქვენ მოკვდით, ჩვენ დაგმარხავთ. აი ეს რაც ხდებოდა ლიტვა, ლატვია, ესტონეთში და ხდება დღემდე, იგივე პოლონეთი აიღეთ თუ გინდა, აი ეს სენი უნდა იქნას გადმოტანილი საქართველოში, უკრაინა ამით წარმატებით დაავადეს. ნუ საქართველოს ჯერ ვერ დაავადეს ესე ბოლომდე რა, მიუხედავად უამრავი იმისა და ამიტომ არიან გადარეულები, რომ რას ქვია, სხვათა შორის ამაში ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა თამაშობს დიდ როლს, რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად ამ დიდი ნამუშევრისა საქართველოს მხრიდან თუ რუსეთის მხრიდან ეს ზიზღი არ გადავიდა რაღაცა ისეთ ეთნიკურ შუღლში. ხო, არა, ხალხში არ გადასულა, ნამდვილად არ გადასულა, იმიტომ რომ რა ვიცი, მეც ბიძა მყავს მოსკოვში და იმისთვის არავის არ უთქვამს ის, რომ აი შენ ქართველი ხარ, კავკასიელი ხარ და ზოგადად როგორაა იცი, ერთი კარგი კვლევა იყო ჩატარებული, რომ თუ გინდა გაიგო კაცი რამდენად ძლიერი არის ერში, უნდა შეისწავლო მისი ენა. რამდენად უფრო ბილწი ენა აქვს ქვეყანას, მით უფრო სუსტი ყავს კაცი. და აი ბილწ სიტყვაობაში საქართველოს ალბათ ლიდერი არის. სხვათა შორის ახლა კაი რაღაცა. და ეგრეც მოხდა რა, რომ აი 90-იანებიდან დაწყებული ქართველი კაცის როგორ კითხა დაკლინება დაიწყო და დღეს სადაც არის მისული ფაქრის სახეზე არის. მე ვერ წარმომიდგენია რა ვიცი, ჩვენი მამების თაობაში თუნდაც რაც არ უნდა გაბრაზებულიყო ის მამაკაცი ქალისთვის ეგეთ დონეზე დაერტყა. სხვათა შორის მე არ ვიცი და თუნდაც აი ჩვენ თაობაშიც ხო იმისთანა გინებები შემოვიდა, რაც ჩვენ წინა თაობაში ხო
ზოგადად მიუღებელი იყო ამის შვილი ვიყო, ამის ეს ვიყო და ეს ვიყო და რაღაცეები ბევრჯერ მქონია რა, შემთხვევით რომ წამოგცდება რაღაცა რა და აი ბიძა ჩემს უთქვია რომ რას იძახი და როგორ იძახი. და ეს მოდის ეს ტენდენცია რა. მადლობა ეხლა ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მე კი ენებზე მე დაკვირვებული ვარ და სხვათა შორის რამდენად ზნეობრივი არის ხალხი ენა ყველაფერს გეუბნება და სხვათა შორის ახლა მე მამის მხრიდან სვანეთიდან ვარ და სვანური ენა მაგალითად საერთოდ გინებას არ ითვალისწინებ. არ არსებობს უბრალოდ. იმიტომ რომ ძლიერი მამაკაცი იყო. თავდაპირველად პატრიარქალური მამაკაცური საზოგადოება იყო, კაცი სიტყვა იყო ყველაფერი და აი სვანური ენაში არც კი იყო უბრალოდ წარმოდგენაშიც კი არ იყო მაქსიმუმ რაც იყო ეს ასე ვთქვა ბურჟუარ შეწკინდლიანი აი ბოდიში და შვენტიანი ბავშვი რო იციან თქმა ეს იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არა უბრალოდ არ არის ეგეთი სიტყვა დღევანდელ საქართველოში ჩემო ძმაო ქალებს რო თავზე აქვს გადამხობილი არ დაცოცხლის გინება და ლანძღვა გინება სართულები კი ვიცი ახლა მე კაცი ვარ გამწარებული მე ერთხელ ყველაზე მეტად მამა ჩემის ნაშავი იყო აი მაგაზე გამეცინდა ერთხელ ეგ დაგინება ქონიათ ეხლა ქართველ ქალებს აი მაგაზე პირიღია დამჭა აი ეგ კი ვიცოდი ეგ გამოთქვა მაგრამ ეგ არ ვიცოდი სიმართლე გითხრა თუ კი პატრიარქალური როლი თამაშობდა და რო დაუკვირდი მართალია იმიტომ რომ კულტურული და ღირსეული მამაკაცი არასდროს არ მიცემს საშუალებას მის გვერდით არც კალბატონს და არც ბავშვს იბილს სიტყვავს და თვითონაც თავს შეიკავებს მე ახლა სიმართლე გითხრა მოწყონებული მამა ჩემი სულ მეჩხუბებოდა რა აი ბოლო დროს ამ პოლიტიკაში დამაში რო ვიყავით და სულ ასე ის რო შულო რატო იგინებით ჩემი პირიდან როდესმე გინება გაგიგონიათ და მართლა ასე იყო ახლა მამა ჩემს და ჩემს დედაჩემს შეგინებული არ მახსოვს ეს სხვა თაობა იყო, სხვა მენტალიტეტი იყო, სხვა აზროვნება იყო, სხვა ღირებულებები იყო. ეს ღირებულებები არაა საჭირო, თურმე და ესაა ღირებულებები ახ გუშინ ის რო ვიღაცა ის რა ქვია, ნათაცი რაღაც დუმბაძის გამო რო ცემეს ქუჩაში, ვიღაცა ქალი მისდევს და აგინებს ამ ცემელებს თქვენი დედა, თქვენი ასე, თქვენი ისე. ქალი იგინება უპირო პირი ბინძურად. არ ვიცი, ჩემო ძმაო ახლა გადავგვარდით ვაღიარო დღევანდელი ქართველი ერი დეგრადაცია სახეზე არის ფაქტია რომ დეგრადაცია სახეზე და არა მარტო ზნეობრივად და მორალურად ხო აი ნებისმიერი სფერო დამისახელე რომ გადაგვარებული არ იყოს საქართველოში მაგრამ ეს ასეა როდესაც მორალურად ხდება ადამიანის გადაგვარება მე იქ ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და აი ამ ყველაფერს ეს ყველაფერი იყო სპეცსამსახურების გემრიელად მოწყობილი, გაპიარებული, დადგმული, მე უცებ აღმოჩნდა რომ თურმე უკრაინა ეძებს ამ გოგოს და უკრაინას უნდა გადავცეთ ეს გოგო, რა ვიცი, უკრაინა ვადეიშვილი გადმოგვცეს აქეთ ციფრული ცირკულარი წებნილი დამნაშავე. რაღაცა რა. აი ეს თუ არ დამთავრდება, მე აი ლევან გეტყვი. ამას კოცები თუ არ დაასრულებენ საქართველოში და უშიშროების სამსახური ამას თუ არ დაასრულებს, რაც დიდი ეჭვი ფაქტორია ესენი ამას დაასრულებენ ქვეყანაში. დარწმუნებული იყავი აგერ თქვენ აგერ მე ეს შექმნის ისეთ კატასტროფულ პრობლემას რომ ამან კიდე ერთხელ შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს ახალოდ რომელიც ნუ ესენი ეხა რასაც საკეთებენ ეხა ბოლოს კოპახიძემ ჩვენ ხო შევიტანითო საკონსტიტუციო სასამართლოშიო საჩივარიო ნაცებზეო მაგრამ მომავალ არჩევნებზე მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა ნუ ესენი ორ სკამზე რა არიცი მე მგონი ალიევს ბაძავენ მაგრამ ალიევებიც ვერ არიან და რაღაცა რა არიან ვერ გავიგე ესე ჩემო ძმაო ერთ რაღაცას გეტყვი რა ალიევი ვინც როგორც გინდა ისე მოიხსენიოს და რანაირადაც უნდა ისე მოიხსენიოს ალიევებმა და ალიევების ოჯახმა აზერბაიჯანს რას გაუკეთეს იმის 1% გაეკეთებიათ წონებული ზვიადისმერი ამათ მოყოლებულს უყველას ეკონომიკა როგორ გაზარდეს, დემოგრაფია 10 მილიონზე აიყვანეს, დაკარგული ტერიტორიები აღადგინეს და აზერბაიჯანი გახადეს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში. რა შეხება აქვს ამათ ძმაო ეს ალიევები კი არა, ესენი ბიძინა იმონიშვილებიც არ არიან. ესენი ისინიც არ არიან, რა სახელი და გვარიც ქვია. ხამურები არიან. ერმილე მინდა ერთი წამით რა უბრალოდ ჩვენ წინა პოდკასტ დაუბრუნდეთ აი ბილ ძალასთან დაკავშირებით და
აი დღევანდელი სიტუაცია რაც აახსენით ხო აი უფრო შემაფიქრიანა ერთმა მომენტმა რომ ჩვენ თუ ესეთი სიძულვილი გაგვიჩნდება ნებისმიერი ერის მიმართ და რაღაც ფობიები გვექნება მათივე ტერმინებით რო ვისაუბროთ ჩვენ წინა პოდკასტში ვერ ვისაუბრეთ ჩვენ ვისაუბრეთ წინა პოდკასტში რაც ამ ეტაპზე ოკუპირებულია მაგრამ რა ნაღმებიც გვიდევს იმაზე არ გვისაუბრია და მე მინდა ეხა ზუსტად არ მინდა ყურადღება გავამახვილო არც ეროვნებაზე და არც იმაზე მაგრამ მინიმუმ 2 რეგიონი გვაქვს ისეთი სადაც ქართული იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ ფორმალურად და იქ თუ საქართველოა ძალიან ნაკლებად გაიგებ იმიტომ რომ ვერც ქართულ საუბარს გაიგებ ვერც ქართულ მენტალიტეტს დაინახავ თუ არა რაღაცა პატარა ჩასახლებები იქნება თუ უნივერსიტეტი იქნება და აი თუნდაც რბილ ძალას რომ მიუყვეთ ხო აი რას ფიქრობ აი თუნდაც ემიგრანტებს ჩვენ გვითხრეს რომ შენო როცა ხარ უცხოეთშიო კეთილი ინებეო და არჩევნების დროსო ჩამოდიო გაეკვია სიტუაციაში და მე მიეცი ისე ხმაო მაგრამ გვაქვს დაახლოებით რა ვიცი მინიმუმ 2 რეგიონი სადაც ადამიანები არც ისიციან ვისაძლევენ ხმას და რატო აძლევენ და მე პირადად როცა რუსთავიორის რეგიონალური ოპერატორი ვიყავი ჩემი კამერით მაქვს გადაღებული როგორ სოფლის გამგებელი ჩააყენებდა რიგში მთელ სოფელს და ეუბნებოდა შემოხაზეს და ისე შედიოდა და ხაზავდა იმას იმიტომ რომ იმან არც ისიცოდა ვისაძლევდა ხმას რატო აძლევდა ხო არ გეღიმება ხო მაგრამ ხო რაღაცა მახსენდება ხო და ამ ყველაფერზე რატო არ როგორ გითხრა რატო არ ვცდილობთ რომ ეს ნაღმები ხო ხალხაზე დარწმუნებული ვარ როგორც აფხაზეთი აგვიფეთქდა და იგივე ცხინვალის რეგიონი აგვიფეთქდა აგვიფეთქებენ და მტერს არ ძინავს და მტერი მარტო რუსეთი არ არის ჩვენს გარშემო ადრეც ვისაუბრეთ მე და შენ რომ არც ერთი კეთილის სურველი არ აყვავს ხო და ყავს ჩვენ ხალხი საქართველოს მოქალაქეები რომლებიც იბადებიან იზრდებიან და ისე გარდაიცვლებიან რომ გამარჯვებაც შეიძლება ვერ გითხრან ქართულზე კი არა რუსულად ვერ გაგაგებინებენ რა უნდა ხო მე ხა ამითი არავის არ ვაკნინებ არავის არ ვიყავ და არავისზე არ მინდა იფიქროს ჩვენმა მაყურებელმა რომ მე ვინმეზე ანტი განწყობა მაქვს მე უბრალოდ მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო რომ პატევი უნდა სცემე მგონი სადაც ხარ ხო ხა მეც რო საბრედეში ჩამოვედი თუნდაც მინდა არ მინდა უნდა ვისწავლე გამარჯობა არის გაგიმარჯოს არის რაღაცა უნდა იქაური ქუდი დაიფარო ხო ქართველებს გვაქვს გამონათქვამი და ჩვენ ამდენი ხანი ის ვერ მივაღწიეთ რომ ჩვენივე მოქალაქეებს მოქალაქეობას ისე ვაძლევთ რომ თუნდაც მშობლიური თუ არა სახელმწიფო ენა არ იცი გავცებას გისმენელი მოგლეთ პირველ რიგში ერთი რაღაცის თქმა მინდა რომ აი ქართველის ბუნებასთან დაკავშირებით რომ ეს არაქართული ფენომენი არის ეს სიძულვილი და ზიზღის სხვა ერების მე უბრალოდ ერთ მომენტს კიდე გავიხსენებდი რომელიც 2008 წლის ომის დროს მოხდა როდესაც რუსი ჯარისკაცი უშუალოდ რომელიც იარაღით მოვიდა ქვეყანაში ქართველმა დედამ გადაარჩინა ხო თავის სახლში შეიყვანა მოუარა მიხედა და როდესაც რუსები შემოვიდნენ სოფელში მე მისცეს ქართველებს არ გადაცა ეს არის ქართველის ფენომენი რომ სიკვდილისთვის დამყრობელიც კი შეეცოდა და აი ამ ფენომენიდან შეიძლება ვიაზროვნოთ თუ ჭეშმარიტი ქართული ფენომენი რა არის სხვათა შორის ეს იქეთაც მოხდა მაშინ პილოტი რო ჩამოაგდეს ქართველმა ქალმა გაუშვა ლიახვის ხეობაში რომ დაგიჭერენ დადიშვილო მოცილდი აქაობას
მტერიც კი ეცოდება სიკვდილისთვის. ქართველის ბუნება ასეთია. ჩვენ ვეფხის დამოყვისერი ვართ. ეხლა რაც შეეხება ამ ამბავს ის რაც სერიოზული პრობლემაა. მოდი თავიდანვე ის ვთქვათ, იმიტომ რომ ამაზე მე და შენ საუბრობთ და საუბრობს ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ხელისუფლებები ამაზე არ საუბრობენ. არ აინტერესებთ, იმიტომ შენ არ ვყავს ეროვნული ხელისუფლება, ვინც ამაზე იფიქრებს, ისინი ფიქრობენ მარტო პარტიას. ეს ხალხი ახსენდებათ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოდის არჩევნები. ხა წერან იმიტომ ეცინებოდა სიმართლე გითხრა, ნაცავი მყავს მარნეულში გარდაბანში და ყოფილვარ მეც და მინახია როდესაც მოდიოდა არჩევნები, ერთმანეთს აზერბაიჯანული მოსახლეობა ბეშ ასე ეუბნებოდა, ხუთი. ხო და ეს ქალი რო არის, ვით ცოტა ქართული იცოდა, მე ვარ მიშა სააკაშვილის ქალი, ყველამ უნდა მივცეთ მიშას მთელი სოფლიდან. გამახსენდა მთელი ეს ტრაგიკომედია, რომელიც შენ თქვი, აი წამიერად გაირბინა ჩემ თვალზე. რატო იცი? იმიტომ რომ ეს იყო ხელისუფლების ხმების ბეღელი. შენ ახლა საუბრობ აწყობთ ხო ეგ კი შენ ახლა საუბრობ ამორჩევლებზე და შენ ახლა საუბრობ ადამიანებზე, ვინც ამ რიგით ადამიანებზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. მე გეტყვი რომ მე თვითონ მქონია შეხება და პარლამენტში მქონია ხალხთან კვოტები, რომ საერთოდ მარნეულიდან და იმიდან ახალქალაქიდან და ჯავახეთიდან ყოფილან დეპუტატები, ქვეყნის რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან. პარლამენტში ზის ადამიანის სახელმწიფო ენა არ იცის. პარლამენტარია. და რაც შეეხება იქაური მოსახლეები ჩემოძმაო, ხო? იქაური მოსახლეები იმათი ბრალი არაფერი არა. ახლა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ კი რატო ამდენი ხანია საქართველოში არის და რატო არ იცის ქართული, ხო? სახელმწიფო პოლიტიკა რატო არის ესე, მაგას ვერ ვხვდები რა. შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა უნდა დავაკვირდეთ. იგივე თბილისი მაგალითად ახლა თბილისელი სომხების საუბარი, თბილისელი ქურთების ქართულად საუბარი, აი როგორ მიყვარს ესე, აი თუნდაც იმ დამტრეულ ადგილობრივ კოლორიტში რო ლაპარაკობენ რა, აი რაღაცნაირად სხვანაირ სიამოვნებას განვიცდი, მაგრამ ისე როგორც ქართული კუთხის, ნებისმიერი კუთხის დიალექტი. მაგრამ თბილისი მაინც ქართული სივრცეა. ეს არის კომპაქტური დასახლები, სადაც ადამიანებს პრაქტიკულად არ ჭირდებოდათ სხვა ენა, თუ ისინი არ მიდიოდნენ თბილისში. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რუსეთთან ჰქონდათ კავშირები, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ახლა როდესაც დამთავრდა ეს ყველაფერი და დამოუკიდებლობა მივიღეთ და რაღაცა ამ ხალხმა უკვე კავშირები დაამყარეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოებთან, ხო? აზერბაიჯანთან, სომხეთთან. იქაც არ ჭირდებათ ქართული ენა. ამიტომ პრაქტიკულად ეს ორი რეგიონი არის დეინტეგრირებული ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოება არის დეინტეგრირებული. იქ იმათმა ადგილობრივმა მოსახლეობამ უფრო უკეთესად იცის ბაქოში რა ხდება, ერევანში რა ხდება, ყარაბაღში რა ხდება, ვიდრე თბილისში, ცხინვალში და სოხუმში. ამიტომ ეს ყველა მთავრობა ამაზე ლაპარაკობს. ეს არის კატასტროფული პრობლემა. არავინ არაფერს არ აკეთებს შემოწმება. ეხლა რა შეასაკ? იმიტომ რომ ეს ხალხი ეკონომიკურად არ არის მიბმული ცენტრზე. საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ისინი არ არიან ჩაბმულები. პროდუქციასაც კი, რომელსაც ისინი იწევენ, მარნეული გარდაბანის მოსახლეობა, აზერბაიჯანში გააქვთ ექსპორტი. ეკონომიკა სადაც არაა ჩაბმული, იქ თავისთავად ენის მოთხოვნილება არ არის. რომაელები, როდესაც ჩამოდიოდნენ სხვათა შორის კავკასიაში თავის დროზე, როდესაც რომის იმპერია იყო და ვაჭრობა იყო განვითარებული და ეს 130 ენის თარჯიმანი ჩამოყავდათ. კავკასიაში. არ იცოდნენ რომელი რა დროს რაში დაჭირდებოდა. იმდენად ჭარბი ენების ის იყო, რა ქვია, მხარე და საქმე იმაში იყო, რომ ეკონომიკა ითხოვდა ენის ცოდნას, მაგრამ 130 ენა როგორ უნდა ცოდნოდა ადამიანს.
ამიტომ ეკონომიკა ითხოვს ბუნებრივად ენის სწავლას. აი ინგლისური და კომპიუტერი, ინგლისური, ყველაფერში ინგლისური. რატო? იმიტომ რომ ეკონომიკური აქტივობაში გჭირდება დომინანტი ენა. არ არის ქართული სახელმწიფო არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად, არც კულტურულად, არანაირად არ არის მათთვის დომინანტი სახელმწიფო, ეკონომიკა და კულტურა. ამიტომ ჩვენ ხალხს, რომლებიც საუკუნეები ცხოვრობენ საქართველოში, ხო? უქმნით სიტუაციას კომპაქტურად, ხო, ხას უშო, კომპაქტურად ცხოვრობენ. კომპაქტურად, ახლა ეს ხალხი 20-იან წლებში და 30-იან წლებში ისეთი პერიოდი იყო მაგალითად, რომ წერა-კითხვა ქუთაისში იცოდა 28%-ს სულ, ხო? არ იყო ის პერიოდი, ხო? და მით უმეტეს კომპაქტურად დასახლების, თუმცა ეს ხალხი იყო მებრძოლები, პატრიოტები ჩვენი სამშობლოში, ხო? იგივე კრწანისის ომში ცნობილი რო არის ყარაჯალილის 300 თათარი საიდან იყო? იგივე საქართველოსდან, ხო, საქართველოს შვილები, რომლებსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ და განსაკუთრებულად სისასტიკით ეპყრობოდნენ ირანელები. ხო და აი ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ მოღალატეები გვყავს ზემოთ. იმიტომ რომ ეს არის ღალატი, სამშობლოს ღალატია ეს. როდესაც შენი რეგიონების ინტეგრაციას აკეთებ და გინდა მერე რომ რეგიონალური ენების სტატუსში გამოიყვანო, ეგ პრობლემა ეგრე არ არის. კეთილი ინები შენ. აი ხლა ევროპაში რა არის? ერთადერთი ქვეყანა არის პრაქტიკულად შვეიცარია, რომელიც კანტონებად არის დაყოფილი, არის გერმანული კანტონი, არის ესა რა ქვია, იტალიური, არის ფრანგული და ეს ჰარმონიულად ცხოვრობენ ერთმანეთში და იქ შეიძლება არ იცოდეს ერთმა მეორე კანტონის ენა, მაგრამ იქ მაინც ხდება ეს ბუნებრივად შექმნილი სიტუაცია არის და ფედერაცია. მაგრამ აბა მაჩვენე შენმე ესა რა ქვია, საფრანგეთში. და საფრანგეთში არა სხვა ენა? ბრეტანია, კორსიკა. და აბა ერთი მაჩვენე შენმე რომელიმე ამ კუთხის შვილი ფრანგული ენა არ იცოდეს. და ესენი არა მარტო ენით არიან, სხვები ეთნიკურად სხვა ჯგუფია. ბოლომდე ინტეგრირებულები არიან. და მათი ენა არავის არ დაუკარგია იქ. მაჩვენე შენ იტალიაში, იტალიელები ერთ-ერთი ყველაზე მეტი ნაციონალისტები არიან. ფრანგებს თუ ინგლისურ ენასთან ზიზღი აქვთ და ამაყიერი არის ხო წეგანაც პირადში მოგწერე. იმიტომ რომ დღევანდელი შიგევროპა 6 თვე გამარჯობა ვერ ვათქმევი და ინგლისურად გამყიდვეს, როცა ყოველდღიურად ჩავდიოდი მარკეტში, ამოდიოდი და ვერა რა, არც გამიღიმა რა. ნუ ეგ ჩვენთან არის საქართველოში საამაყო, რომ ინგლისურად გაიგონებ რაღაცას და უნდა შენც იცი რა, იგივე საფრანგეთში გამოხმაურდე. საფრანგეთში რუსული თუ იციან, რუსულად უფრო დაგელაპარაკებიან ვიდრე ინგლისურად იციან და ბევრი არ გელაპარაკებიან. ყველას ესმის, კი. საფრანგეთში ეს ყველაფერი ხდება ისტორიული ზიზღით. აი ბოდიში ეცრა ხო მაგაც კიდე ცალკე ისა აქვთ, ზამასკები ასე ვთქვათ, მაგრამ აქაც რო ჩამოვედით, ავიდან ერთი უფროსი ოჯახის ახლობელი იყო და იმან გამაფრთხილა, რომ ბერძენმა გამორიცხულია ინგლისური არ იცოდეს, მაგრამ ბერძნულად თუ დაელაპარაკებიო, ბევრად კარგად მოგექცევა. და მანდ მივხვდი რომ ჯობია რომ ისე ბერძნულს მივაწვი ასე ვთქვათ, ვიდრე მე აქ დავიწყო შიგევროპული ინგლისურით საუბარი. გაიგებენ, მაგრამ გამორიცხულია რომ გიპასუხოს ისე როგორც გიპასუხებს ბერძნულად. ეგრეც ჩვენთან როგორაა ახლა იმ დღეს აი ჩხუბიცა ახლა ეგ რუსტულისტებს ახლა ორი კავკასიელი ინგლისურად ვაგინებს ერთმანეთს, მაგრად გამეცინა მაგაზე რა. ნუ ვეთქი აი კავკასიაში ახლა რაც არ უნდა გაიხე რუსული არის ხო დომინანტი. პროდუქტები ყოფილან შიგევროპელი კავკასიელი ყოფილა, ეკეთა შიგევროპელი კავკასიელი ყოფილა აქეთ. ხო ახლა რაზე უნდა ვთქვათ, ხო ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაზე. ესე იგი, მე შიდა წყაროებიდან ვიცი, სხვათა შორის ეს ინფორმაცია, ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელსაც ახლა გეტყვი. ხო ყველას ყავს თავისი წყაროები და მე ვყავს ჩემი წყაროები ყველგან და
საქართველოსთან ჩასულები, სხვა ეროვნების ხალხი ქართული პასპორტით, აქ რო ჩაბარდნენ, ხო იცი ახლა ზოგი LGBT-ობას იბრალებს, ზოგი ეკლესიასთან დაპირისპირებას იბრალებს და ამით აქვს საბუთები აღებული და ზოგი თუ ძალიან ბევრი სხვა ეროვნების გვარი თუ აქვს, ბევრი იბრალებს იმას, რომ ეთნიკური შუღლია საქართველოში და ამის გამო მოუწია წამოსვლა. და მოკლედ ერთ-ერთი გასაუბრებიდან ამაქვს ახლა ეს დაწყვეტი, ისგან და როგორ არ აქვს მნიშვნელობა. ეუბნება რომ მას ქართველები ჩაგრავენ იმის გამო, რომ მან ქართული ენა არ იცის. და ეკითხება გამსაუბრებელი რა ოფიცერი. 60 წლისაა დაახლოებით. რამდენი ხანია საქართველოში რა ცხოვრობ? საქართველოშიო, მეო, ახლა კი არაო, მამა ჩემს და ბაბუა ჩემს აქ ცხოვრობდა. გაგიშა ეს. შეუბაცნო, თაობებით საქართველოში ცხოვრობოდა, ქართული არ იცოდა, ის გიგვირს რომ მაგას გეუბნებიანო? ხო, ანუ რაშია იცი საქმე აქ ვერ წარმოუდგენიათ ესეთი რაღაც. იმიტომ რომ ხო, არა, ხო, ნუ ჩვენ ხომ მივისწრაფით შიგ ევროპაშია რა და ევროპაში ეგეთი რაღაცა გამორიცხულია, ხო? რა შეეხება ახლა ინგლისელებს აქვს ესეთი განცდა რომ ყველა მაგათი ენა უნდა იცოდეს. ფრანგებს ინგლისელებთან ისტორიული სიძულვი და ზიზღი აქვთ, სიმართლეა ეს. ყველა ადამიანს უსახლა ვინმე ცხოვრობდა, ხედავდა ვიცი რაცაა და როგორცაა და კი. სიმართლე გითხრა მეორე რა პრეტენზია აქვს, იცი? 300 წელიო ზოგი ამბობს 600 წელიო ახლა ზუსტად თავს ვერ გამოვდებ. ფრანგული ენა ინგლისში იყო ინგლისური ენა, სახელმწიფო ენა. და რატო უნდა ვისწავლოთ ახლა ჩვენ ინგლისური ვინ არის, ვინ ჩემი ფეხები არიან რომ მაგათი ენა ვისწავლოთ ჩვენ. რა შეეხება იტალიელები თვლიან თავს რომ ენობრივ საკითხში საერთოდ ევროპის მამები არიან და ლათინიზაცია მოახდენეს ნახევარზე მეტი ევროპის და ამიტომ როგორ თავი დაუხარო მე და როგორ ვილაპარაკო აქ სხვა ენაზე. ეთილინებია ჩამომძანდი იტალიაში და ვილაპარაკე იტალიურად. მაგრამ ჩვენ ახლა რაზე გვაქვს საუბარი? ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე რომ ბეთქო საქართველოს არ შემდგარი სახელმწიფო ვართ. არ თუ ვინმე მისწავლა ქართული იმნაირი მაგალითად რადაერთ არის სამირა ბაირამოვა აი ეგ უნდა მეთქვა მე ხო აქტივისტი ხო პოლიტიკური ძუგნა მე არ ვიცი ახლა მის პირადი ცხოვრება არც მაინტერესებს და კისერი უტეხი პოლიტიკური კახვა რომელიც სულთა სოროსელი პირწავარდნილი სოროსელი რომელიც სტალინის ძეგლს ებრძვის ამას ებრძვის იმას ებრძვის და ყველაფერში ევროპულ პოლიტიკას ატარებს იქ და ესე იგი იმას ვერ ხედავს რომ ნარიმანოვის ძეგლი დგას რომელიც ბოლშევიკი და წყალწარღებულია და ეს სტალინის ძეგლი არ შეიძლება სიტყვაზე მომყოფ ახლა ერთი თუ ვინმე მორიღერი ქართული ისწავლა შეეძვრა არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყეს მე მიიღეს გრანტები რო ანათლებენ ამ ხალხს და სინამდვილეში მიდის უკნიდან განათლება იმ ხალხის ტვინის მოწამლა აი ძალადობებია ბევრი ისე უნდა გავანათლოთ ასე უნდა გავანათლოთ რა გითხრათ შემოძბავ ხელისუფლებიანი ოპოზიციანად მაგ ხალხზე ფულს და თანამდებობას შეუვლობს ხალხი ამიტომ ხო აი მანდ მაგერმიდე საუბარი მეც რომ აი ეს რბილი ძალა მეთქი ჩვენი რატო არ მიდის პროპაგანდა თუნდაც დაფინანსება რაღაც განსაკუთრებული რომ ვინც ისწავლის ქართულად შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და შენ მე გადამრებ ხანდახან კი შეიძლება ჟურნალისტი რო ხარ კითხვა უნდა დამისვა და საზოგადოებას უნდა გაოცეთ პასუხი მაგრამ საქართველოში მიდის პროპაგანდა რომ ქართველმა კაცმა ქართულად აღარ ილაპარაკოს გადახედეთ უზმახარ წარწერები ქართული ამბანია ასეთ არა ამათი კულტურის მინისტრი 10 სიტყვაში 6 უცხოურ სიტყვას ამბობს რელევანტურად სენსიტიური რაღაცა რას მელაპარაკები ჩემოძმაო მოусმინე ხო მაგრამ დავდივართ სად იცი მაშინ ერმილე მაშინ შტაბ-ეტილება მრჩება ის რომ ეს ხალხი უბრალოდ ჭირდებათ იმისთვის რომ საარჩევნოდ მართლა მერაც გადაღებული მაქვს და ის რომ ბოდიში და ნახირივით მირეკონდა ხმა მიაცემინო მე ამას შეურაცხყოფის მიზნით არ ვიძახი მე ვიძახი სუფთა ფუნქციარაც დაუტოვეს ამ ხალხს მოახაზინო ხან ბეში და ხან რა ვიცი სოროკაძინი
და შეომორჩა და ხვალდაზე მართლა რომ საქმეზე მიდგეს ხო აი გინეს დავით გარეჯი ავიღო თუ იქით ქვემოთ 2008 წელს ხო ჩვენ კარგად ვიცით რომ თუნდაც ნინოწმინდის მხარეზე ვალეს მხარეზე მზად იყო უკვე იქიდან მხარეს რომ სასამხეთ შემოეშვა რუსული ჯარები ხო და დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა ის რეგიონი იმ რუსულ ჯარს იმიტომ რომ ხვალდაზე შეუერთდებოდნენ დიდ სასამხეთს მსგავსი ნაღმები კიდე რო გვაქვს ამდენს არც ჩვენი უშიშროება ვერ ხდება ვითო თუ მართლა საქართველოს ფეხებზე კიდიათ რომ აი ხა მე ეს 5 წელი გავტანო რამენაირად და მე წყალსაც წაუღია საქართველოს მომისმინე ჩემოსმაო აი ამომავალი წერტილი არის ეს ყველაფერი აი ეს ყველაფერი არის გაიგე რომ ამათ ესე იგი მეტი არაფერი უდებ თავში ესა პოლიტიკური გარყვნილება ოღონდ სანამ ვარ მე სანამ არის ბიძინა მე ვიდა ბიძინე ჭამეს ვიდა იძინე უშიშროების მინისტრის ნათესავს გუშინ 35 მილიონის ქონების ისა 70 ობიექტი ჩამოართვეს კონფისკაცია გაუკეთეს ხო საქართველოს საიდან ეგ უშიშროების შეფი რომელიც ბოლშევს საჭმელს უჭამდა ხო გახსოვს ეს პერიოდი გასულ ეხლა შენ მე მელაპარაკები ამ ხალხზე რომ ამ ხალხმა უნდა იაზროვნოს ისე როგორც მე და შენ ვაზროვნებ და ეხლა ჩვენ საუბრობთ რაღაცა ვაიმე ბოდიში გვარი შეიძლება გაგახსენდეს კაცი სახელი დაავიწყდაო ნეგრული გვარის კაცი არის ენის პალატის საკითხებთან დაკავშირებით რო იბრძოდა ქართული ენის ღვინჯილია ლევან ღვინჯილია ხო აი ეხლა ის რო ხსნის და იმან რო ახსნა განსაკუთრებით გრიგოლიასთან ეთერში იყო და კი ერის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები სამოქალაქო საზოგადოება შეერთებული შტატები და ენის დამსახურება იქ ეხლა იმაზე მეტი უკეთ ჩვენ როგორ უნდა ავხსნათ მაგრამ როგორ უნდა ვისაუბროთ ვინ გაიგო ხო მე იმეჩიც იყო ეგ ბატონი და იქაც ხო მიუხედავად იმისა რომ მე პოლიტიკურად ლევან გუნჯილიასთან შეიძლება არ ეთანხმებოდე მაგრამ ქართული ისა დაკავშირებით ენის საკითხში ეს აბსოლუტურად მართალია ხო მართალია იმ პუჩის პერიოდში რა როლიც ითამაშა ნუ ამაზე არა მაქვს მე ახლა საუბარი სიმართლე გითხრა მაქვს ეს ისტორიული მახსოვრობა და პუჩისტების მხარეს იყო და წვლილი აქვს შეტანი რომ ასეთ საქართველოს იყოს როდესაც იყო ეროვნული საქართველოს და იქ ზუსტად გამსახურდია და ეს პარლამენტში მიდიოდა საუბარი იმის შესახებ რომ ენის და ენის სტატუსის განხილვა და ესე უნდა ჩაიწეროს და ესე უნდა ჩაიწეროს ისეთ საქართველოს არ უნდოდა ასეთ საქართველოს უნდოდა მიიღო ამაში მონაწილეობა და ახლა თვითონ იბრძვის იმაზე რომ ვიღუპებით კაია ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მაგრამ იმას შეიძლება რაღაცა იდეებზე ქონდა პრობლემა ხო ვერავინ ვერ იტყვის რომ ლევან გუნჯელია საქართველოს არ უყვარს ანუ მოდარნათაძესაც ქონდა რაღაც პოლიტიკური შეცდომა დაშვებული რომელსაც თელი ცხოვრება ნანობდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ლევან გუნჯელია რასაც ლაპარაკობს ხო ბოლოს სინანული ქონდა ხო ნუ ასამბობ ახლა ის ამბობდა რომ მიწამეჭამა და ზვიადზე არ მეღალატაო კაცო ხო ახლა